ადამიანები როგორც ეპოქის, ისე ინტერესების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა. როგორც ყოველთვის, ჩემი თაობაც ცდილობს შექმნას რაღაც ახალი, იყოს განსხვავებული და თავისი ინდივიდუალიზმი გამოამჟღავნოს, რაც საბოლოოდ ერთ სტილად ყალიბდება. ყველგან სხვადასხვაგვარი წესებია დამკვიდრებული. მაგალითად, არსებობს გოგონების კატეგორია, რომლებიც ძირითად დროს სალონებსა და მაღაზიებში ატარებს. მათი აუცილებელი ატრიბუტია მაღალი ქუსლები. ახალგაზრდები, რომლებიც ძირითად დროს წიგნებს უთმობენ და უსმენენ კლასიკურ მუსიკას. ისინი სადად მოკრძალებულად და უბრალოდ გამოიყურებიან. თავიანთ ჩამოყალიბებული სტილის მიხედვით გამოირჩევიან როკის მსმენელი თინეიჯერები. როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას? რაც უფრო უნიკალურია, ჩემი აზრით უფრო მაგარია. არ ვიცი, რაც კონკრეტულად ისე არაფერი თავისუფლად მიხდება. დღევანდელი თინეიჯერები ასევე გამოირჩევიან სლენგებისა და ჟარგონების სიმრავლით. შეჩემას. სოჩი იმენა, კაროჩე. ყველა კატეგორიას თავისი დამახასიათებელი დეტალი და წესები აქვს, რის მიხედვითაც აფასებენ თანატოლს და მათ ეგრეთ წოდებულ კარგ ტიპებად აქცევენ. რას ნიშნავს შენთვის კარგი ტიპი? ჩემი აზრით, კარგი ტიპი არ ნიშნავს იმას, რომ თქვა აუცილებლად ან კლუბში უნდა იყო, ან ძალიან მაგარი ჭყალებში ზმანი უნდა გეცვას. უბრალოდ უნდა იყოს კარგი ადამიანი. ზოგადად განათლებული, გონებამახვილური, ფიზიკურადაც ნორმალური და რაც თავარია განათლებული და ინტელექტუალურად განვითარებული. ჩემთვის ახლა კარგი ტიპი, როგორც თქვათ, არ მიყვარს წიგნებზე როა დამოკიდებული, მირჩენია ქუჩაში იდგეს, კლუბებში დადიოდეს, მეტროს კლუბებში ატარებდეს მეგობრებთან ერთად. და არ მინდა სულ ჩაკეტილი იყოს ოთახში, წიგნებთან მარტო განმარტოებული. მირჩენია უფრო ქუჩაში იდგეს და თავისუფალი იყოს. დღეს მაღალქუსლიანი გოგონებისთვის ასეთი ისყმაწვილები არიან, რომელთა ყოველი დღე ქუჩებში ტყუპის ცალივით ჰგავს ერთმანეთს. მეორე კატეგორიას მოწინააღმდეგე სქესის წარმომადგენელი განათლებული და მიზანმიმართული მოსწონს. თინეიჯერები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ რაღაც ყველას აერთიანებს. ეს გახლავთ ყელსახვევი, რომელსაც ყველა თინეიჯერის გარდერობში შეხვდებით. ჯინსები და კეტები, რომლებმაც დროს გაუძლეს. და მობილური, რომელიც დღევანდელ ახალგაზრდებს მობილურ თაობად აქცევს.